ქართულობას გვართ. არა, თავიდან გაიწყე. გამარჯობა. აუ ბიჭო, რა მაგარი ადგილი. ამში. კაი. არაფერი არ გიჭამარია. ამბიამში, ოპერმინა, ისახეს საგემად გახსნა. ყავა ვაფლი და ენერგეტიკა. ხო, წამო მე მოვდივარ. ატენა წურება. ტრანსფორმირებული მანქანა. რა? იბარა. წერაც გამოიყო. საყინულის უდაბნო რა. თითქმის ნახევარი გავიღე. აუ, მართლა რა დასწრებია. ძალიან გემრიელია, ძალიან. ძალიან მაგარია. სადაც ვეძებთ მორგი პოდკასტისთვის ადგილს. ანუ კითხაობა. მაგას გეუბნები, მე ფული ან ნახე მე რო მეგობრებო, ადგილი ვერ ვიპოვებ. სიმძლავრეს ხო გრძნო? ნამდვილად. გააკეთებია. ამის შემდეგ ცოტა დავიხარე. წამოვიდა თქვენ რომ საუკეთესო ჩავალ სოხაზის 200 წლის ქვაზე. რომელსაც ჩუქურთმებიც კი აქვს. ეს ჩვენი რაჭა მეგობრებო, ჩამოვედით რაჭაში, შაურზე ვართ ახლა. შაურზე გავჩერდებით დაახლოებით 15 წუთი. დრონით კადრებს რაღაცებს ავაფრენ. დავირებთ. მეთქე რომ კაი კადრები გვექნება რა. დღეს გვინდა რომ მოვასწროთ ბევრი რამე, შევჭამთ აქაუ ტრადიციულ ლობიანს. თავარი ნიშა რაც არის რაჭის ზოგადად. ძალიან მაგარი ჰაერია. რაჭა მაინც რაჭა არის, რაც საქართველოს ხივის ერთად კიდევ უფრო ანიჭებს. აი ხა, მესამეთ მეგობრებო რაჭიდან საზოგადოებას. გამარჯობა. სოხა გითხარი ერთი-ორი სიტყვა, ხა უთხარი უკვე ჩვენს გამომწარებს და მაყურებლებს, რომ შენს კუთხეს ჩამოხვედი და. რავი, რაჭაში ვარ, ჩემი ხეარი ძალიან მიყვარს ბავშვობიდან ყოველთვის ჩამოდიოდი და ერთ სული მაქვს. ჩვენ დანარჩენ სტიმდალევრებს გავასწრებ ჩემი კუთხე და აი წამოვიდა თქვენ რომ საუკეთესო კუთხეა. ჩავალთ სოხას სოფელში, მოვისვენებთ სოხას სახლში. და მე შენ. ეხლა რავი. ბიჭო, ვარჯობი ბარე პოდკასტი მოვიდა და ხახოთ ლობიანი როდის ვიწევს? სახელურის. ამით შეხედეთ და ახლა ბინარში მაგარი შეგვიძლია რა, ეხა ისე არ არის ძალიან ხევარ და ფისებს და მე არ შემწევ. არც მე არ შემცივდე. მაგრამ გრილა ეხლა აჭდიში დაჯექიდე ხო, ეხა ისე აღარ არის. მამ, ხიარული სტარტაპი გქონდა გაეთ? წავეთ ხა მეგობრებო. ამდენი ლოკაცია იქნება რომ მივახსენებთ. საგენო. აი უკვე გითხრათ. უდაბნოს საგენო. ოკეი. საკინულეს გზას ვადგავართ მეგობრებო. პატარა წაუოფროუდეთ ახლა. ვერ ყვევით ამბებში. რა არის ეს? ყველაზე სუფთა კოვრიკი. შეგენეცო. მალადიც. აი ხერს ახლა გვებაზრე შენ პიაზე ცოტა. აი, წარმოიდგინე რა, აი ამ მანქანაში ჯდები. უნდა გააკუო, გადააფურთხო, გადმოარწყიო, დაჯდე წახვიდე. აი ეგეთი მანქანა. აი ესეთი მანქანა, აი კაჯების მანქანა, ნო. ყველგან მივა. რავი, სახეს გაიძრო. და მე კიდე მაგას არ ვაკეთებ ორი დღეა. სახეს გაიძრო. კარგია პირი. დაიწვება, აფეთქდება, მაგრამ დანიშნულების პრობლემა მიგიყვას. რიბა. ჩვენი ბებერი ფორდი. დიდი დისკები დიდი. კარგი პროტექტორი, იდეალური პროტექტორი. ანტენა წურება. ტრანსფორმირებადი მანქანა. რა?
ხდება რა. სკეპერსაც გამოიყენა. დიახ. შემდგომ სამოს ხედეთ როგორ იხსნება კარი. დააკვირდით სახელურს გყავთ. სადმე გინახავთ ესეთ. გინახავთ? არა, ნუ ალბათ არ გექნებათ თანა. კარი იხურება. აგრესიულად. სამოსი შევიხედოთ. არა, რუჩნოი ხო ცალკე გაზომილდება მე რა თქმა უნდა. ეკრანი. ეკრანი აქვს, ნახე ჩამოწიე ხერს. აი ეკრანი აქვს. ეს ამერიკულ ფილმებში აი უკრინა შეგიძლიათ გადმოვგზავნით. DVD player. აი ესეთი აი დიახ. ეკრანი აქვს. აქ კლიპებს უშვებთ ხოლმე საღამოობით ბიჭები უყურებთ. და მოდი ახლა მარილი მოვაყარო. მივძანდით მარილს. ხელის მუხრუჭი და ნახეთ როგორ იხსნება. ხოთ ირაკლი გავძანდი. ყველა ვიქოთ ერთი. აკოქე? დიახ. სიმძლავრის ხო გრძნო? ნამდვილად. გააკეთებინა. მეგობრებო, კამერას უკვე გადავულოცავ ბატონ ნიკოლოს ჩომელიც. ხო, არ ვიცი. მოდით ვნახოთ რას აკეთებს. ანდაგვენდრა. არანაირ. ახე იდეალური ის არის კადრი. და აქ შედის მუსიკა. ჩამოვახციეთ მეგობრებო. ეხა საყინულეში ვართ. მივდივართ საყინულისკენ. ცუდი ადგილია მახარ ხიო. მინირა გრილა. ესეთი ხმა არ მახსოვდა. ბიჭო, არა, მეც არ მოვიდა. რა. რახ, ღვიმე არ ჩოლებრა. აუ ბიჭო, რა მაგარი ადგილი. საყინულეს უდაბნო რა. უდაბნო. აუ, იმას წარ. საყინულის უდაბნო რა. მოიძეთ ძლივ ჩამო, მოიძეთ თავი დაჭერა. საყინულის უდაბნო. უდაბნოს საყინულე. ხა ხო დაილეწება. 1 2 3 4 ანუ მაგისტვის მზადო. ხელი ზაფხული მზადო მან 6 საყინულე. 7 8 კარგი აილეწება რა. აი, ვახ ბიჭო. მეგობრებო. ჩვენ ხა ჩავდივართ საყინულის უდაბნოში. აი აქ მთაზე რო პატარა პაწუწა პიროვნება მიმდინარეობს კი არა და სად მიდის? მეც იქ უნდა ჩავიდე ხა? აი ჩავიდეთ მოკლედ. ნახეთ რა მხილას სიღრმეა. ნიკა აღარ ჩანს? არა, აი ჩანს, მე თვითონაც ვეღარ დავინახე. მაგრამ აი პატარა სინათლე. და ნახეთ სად უნდა ჩავიდეთ იმისთვის რომ მივიდეთ ნიკასთან ახლოს. რომ ფიქსიროთ ჩვენი მეგობრებიც. თითქმის ნახევარი გავიარეთ უკვე. ნელა. აი ეს არის საოცრება. ჩვენი ოპერატორი. აქედან ჩამოვედით ჩვენ ეს კი ჩვენი ოპერატორი გახლავთ. რომელიც აქედანაც საკმაოდ მცირედად მოჩანს.
თავარია ჩამოვედით შვიდობით. აი, აქ წარმოიდგინე რა. და მთელი სამყარო არის გარეთ. ხო, აი მაგას ვფიქრდი ახლა. Всё. Ну, всё. ესაც აპყუეთ. ავდივართ უკან. წელიწად ნახევარი ჩამოდიოდნენ. მაგრამ 3 დღე იმიტომ წარმოვედით, რომ 1 დღე აქ ჩამოსასვლელად დაჭირდათ. მაგრამ თავარია ჩამოვიდნენ. თუ ჩამოდიხარ რაჭის დასაფალიერებლად, ერთ-ერთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო არის, რა თქმა უნდა, უდაბნო საყინულე რა. არ დაიზაროთ. ძალიან პატარა მანძილის გავლა გიწევთ ფეხით. ცოტა ესეთი გზა მოდის სამანქანო, არც თუ კომფორტული, მაგრამ ეგეც თავგადასავალის ნაწილია რა. ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე წავალთ. ნუ ჯერ შევჭამთ ამბროლაურში ლობიანებს. ამის შემდეგ ცოტა დავიხალე. ვითომ ესაა არ დავგეგმით გადამოსვლა. ახლა მოვედით ამბროლაურში ჩემ საყვარელ ლობიანებთან რა. უკან პატარა მოსასხდომია. პოსტები ცოტა შევჭამ, ცოტა სისავთ, აი ლობიანია. აი ეს გამში. კაი, არაფერი არ გიჭამია რეალურად. ამბიანში, ოპერმინა სახემად კაფეო. ყავა ვაფლი და ენერგეტიკა. მოკლედ მოვედით ახლა ამბროლაურში. ზეღანიტო თქვით რატომ ვარ აქ და რატომ მიყვარს ეს ლობიანი და აი ეს ადგილი რაღაცნაირ ძალიან მყუდრო და საყვარელია რა. შეყვარეთ დაჭარბეს. ესე კონტროლდეს არა, მაგრამ თუ ეს იმენა, აი ასაცხვენს არ ჩე. ხო? აი გასინჯეთ და ემოცი ხავიწეროთ რა. ის დაგიოყო. აუ მართლა რა დასკიობია ხატო ძალიან გემრიელია ხო? ძალიან მაგარია. სერიოზულია. რა გამოიო სასიამოვნო. ეს ლობიანია, ჩემი შეყვარებული რა. აუ. აი გოი, აი გემრიელია. ამჯერად უკვე ვიმყოფებით სოფელ სხვავაში. დინარე კრიხის სათავესთან მივდივართ, სადაც ვეძებთ მორიგი პოდკასტისთვის ადგილს. რამდენად კარგი ადგილი იქნება საპოდკასტად არ ვიცი, მაგრამ თუმცა ვლოგისთვის სახეირო უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ადგილია. ახლა შევეცდებით რომ გავაგრძელოთ გზა და იმედი მაქვს რომ მივაღწევთ საწადეს.
გითხაროთ. ვერ ვახერხებ აი ამ მონაკვეთის გადაწყვეტას, რადგან არ ვიცი როგორ ხდება, რა ხდება. მოკლედ ხალხო, ვერ ვიპოვეთ საპოდკასტე ადგილი. შესაბამისად ვერ გადავიღეთ პოდკასტი. სხედვართ ახლა მაგარ ადგილას დინარე არის, აი აქ ცოტა ხნის წინ აშკარად მწვადი შეიწვა, მოკლედ აი იდეალური ადგილია და ვაკეთებთ რას? არა, არ ვსვათ. ალკოჰოლურ სასმელს. ყავა. ოღონდ ეს ჭიქები შეგვირჩია ჩვენმა ძვირფასმა ოპერატორმა. და ნახეთ როგორ და თვითონ როგორი ჭიქით გვეახლება. თავზე თუ ერავედით. იმიტომ რომ არ იყო გასასვლელი ბოლო. და რა ვქნათ და მოდი ყავა დავულიათ. დავიჭორავთ. გაზუკაც გამოეჩინე რა ძალიან. ვინ? ჩვენი ჩაიდან ვიდა. სრული განუკითხაობაა. მაგას გეუბნები, მე ფული ანუ ნახე მე რომ საპოდკასტე ადგილი ვერ ვიპოვეთ. გამოვითარებ, იმიტომ რომ ეგ აგერ ამით სვავთ ყავას. მოწყობილი ფლები. კაი, ქართულობას გვართ. არა, თავიდან დაიწყე ხა. ჩამოვედით ხის კამიკაძე. ბოლოს სოხასთან დავბანაკდით, ესე რომ ვთქვათ. სოხა გმასპინძლობს რაჭაში, ახალ სოფელია, ხო? ახალ სოფელში, ახალი სოფელი. აი ეს არის, არ ვიცი, საუკეთესო ძაღლი, რომელიც კი ოდესმე მინახავს, აი ეს დავაფიქსიროთ, გთხოვთ. ძალიან საყვარელია ბიჭო რაღაცნაირი. პოსტაპოკალიფსურ პერიოდზე ხომ საუბრობთ? დედას ვიცა. დინარაში საკმაოდ დიდი სიამოვნება მივიღეთ. დავისვენეთ, განვიტვირთეთ და ხა ესეთ ლამას ხედზე ვტკვებით რა. წავიქი ჩავს თამაკია. ყველაფერი მოხდა რა, აგეჩ. გეხვეწოთ წამოდი თამაკში. წავა მე მოვდიოდი. წავთ ეხა ჰამაკისკენ მოვისვენებთ. ჰამაკში ვნებიურობთ. ბიჭობა. მე და ემი. შეიძლება ნებისმიერ მომენტში გავიქიშო ისეთ ნეტარებაში ვარ. იდეალური ამინდია. იდეალური ტემპერატურა. აგერ სოხა. ჩვენი ოპერატორი ალექსანდრე. აქეთ ფიქსი. აქეთ მაგიდა. დიაგონალური. სოხაზის 200 წლის ქვაზე. რომელსაც ჩუქურთმებიც კი აქვს. ეგრეც მოიტყვით. ეგრეც მოიტყვით.